ორი სამშობლო გვაქვს, ერთი საქართველო, ერთი უკრაინა. აი ამ ფრონტის ხაზზე წყდება საქართველოს საზღვრის გვერდით. Сейчас уходим საქართველოს გაუმარ. ჯოს, გაუმარ. ჯოს, გაუმარ. ჯოს. всё, გაკეთე. ანუ იყო ქართველი. ანუ იყო ის ქართველი, რომელსაც საკუთარი დედასავით უყვარდა თავის სამშობლო. ეს ვიცი ზუსტად. აი ყველას მაგარი ადამიანია და ყველას უყვარდა ვარ, ყველას აბსოლუტურად. არ ვიცი. აი ახლა ის მდგომარეობაში რომ ვარ, რომ აი კათიშვილი ვარ, კათიშვილი მომაგლიჯეს გული, ხები მომაჭრეს და აი გეგონება ზომბებით დავდევარ ახლა ვანოს გარეშე. წერან ვანოს მანქანაში ჩავჭეკი და ცრემლები ვერ შევიკავე. ეგრევე წამომივიდა ცრემლები. გუშინ როცა ვაცილები სურათი მეკავა ვანოსი და აი გამიბლე ცუდად გავხდი, ძალიან ცუდად გავხდი და ვერაფერი ვერ ხედავდი და როგორც შევხედე სურათს ვანოს სურათს შევხედე ისეთი გზნობა მქონდა რომ აი ვანო მიყურეს და დამშვიდიოდა ეგრევე მოვედი ისწავლე აზრზე. აი ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ვანოს გარეშე უკვე. ანუ იყო სამაგალითო პატრიოტი და ის ბრაზი რაც მას ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მერე 90-იან წლებს გეუბნებით ბევრი ახლობელი, ბევრი ნათესავი, ბევრი მეგობარი დაეღუპა თანამებრძოლი აფხაზეთის ომში და ეს ბრაზი უნებრივია მოყვებოდა. ბრძოლაში რო შევსულვართ, შედიოდა პირველი, ხმამაღლა ვიძახი ამას, სიამაყით ვიძახი ამას. შედიოდა პირველი და გამოდიოდა ბოლო. მე რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მხოლოდ მაგას გიყვებით. ეს იყო ადამიანი, რომელიც ომში ტყვიაზე, ნულოვკაზე ესე ვეძახით ჩვენ ყველაზე ბოლო წინახას, სადაც მტერს შეუიარაღებელი თვალით ხედავ, შედიოდა პირველი და გამოდიოდა ბოლო. ეს იყო ვანო ნადირაძე. ეხლა ხართ თქვენ ეს არის თქვენთვის ალბათ ექსკლუზივი უკრაინას ჯერ ეს არავის არ გადაუღია, მაგრამ ვინაიდან აქ ერთ-ერთი ხელმძღვანელი მე ვარ, მე ვწყვიტ და ეხლა რა გადავიღოთ და რა არ გადავიღოთ. ნუ აქ ვართ იმ ადგილზე, სადაც რასაც ხშირად ვიდეოებში უყურებენ ადამიანები, როგორ კამიკაძე დრონები როგორ მუშაობენ, ნაღმები როგორ იყება იქ, ტანკს როგორ ხვდება და ეს ყველაფერს რასაც ქვია ერთ-ერთი ჩვენა ვართ, ვინც ვაკეთებთ, ვინც მუშაობთ ადგილზე, უკვე წინა ხაზზე, მაგრამ ვანო მსახურობდა იყო საქართველოს უშუალობის სამინისტროს მაშინ თანამშრომელი, იყო ყოფილი ალფელიარი, ძალიან კარგად შეისწავლა მისი საქმე, იყო ამფეთქებელი, ძირითადად აი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან ჰქონდა უფრო ძირითადად საქმე, განაღმა ასევე ნაღმების დადება სპეციალურ ადგილებში. გამოვლილი აფხაზეთი, გამოვლილი აქ სამაჩაბლო, გამოვლილი აქ 98 წელი გალის მოვლენები, 2004 წელი, 2007 წელი კოდორის სპეცოპერაცია, სადაც უშუალო მონაწილე იყო და პირველ რიგებში ასე ვთქვათ, მე დეტალს ვერ დავაკონკრეტებ. მიუხედავად იმისა, რომ ვანჩიკა დღეს ჩვენთან არ არის, ყველა ოპერაციაში, რაც კეთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის მიმართულება იქნებოდა თუ სამაჩაბლოს მიმართულება იქნებოდა, ყველა ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ვანო ნადირაძეს. ჩვენი მგელი კოდორის სპეცოპერაციაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ყველა დაღუპულია. ყველა არის საეჭვო ვითარებაში დაღუპული. ამიტომ ვანოზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის
მხრიდან ძალიან ბევრი ქონდა ვანოს მისჯილი სხვადასხვა მუხლებით იქ რუსეთის ტერიტორიაზე ბუნებრივია იმყოფებოდა ზებნაში დარწმუნებული ვარ იყო ნადირობაც გამოცხადებული ოღონდ უკრაინა ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს უკრაინის სპეციალური სამსახურები უშუალობა იქნება თუ შინაგანსაკითხთა სამინისტრო იქნება თუ გური იქნება და ვანო იყო ყურადღების ქვეშ ამ სამსახურების მიერ იმიტომ რომ პირველი იყო ვანო ნადირაძე იყო ის პატრიოტი ის პროფესიონალი რომელიც აუცილებლად ჭირდებოდა უკრაინას და მე ვიცი ეგეთ შემთხვევა რომ აზოვისთვისაც ჩაუტარებია რაღაც ტრეინინგი როდესაც ძალიან რთული ვითარება იყო 22 წელს გულისხმობ იყო ყურადღების ქვეშ და ყველამ ძალიან კარგად ვიცი და მით უმეტეს ჩვენ და ვანო ნადირაძეს რომელიც ოფიციალურად იყო უკრაინის SBU-ს ან უშიშროების თანამშრომელი ამას იმიტომ ვიძახი რომ მას მეტი ინფორმაცია ქონდა რა დონეზე თანამშრომლობს დღევანდელი ქართული ოცნების ბიზიდა ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან მტერთან ჩვენს პირდაპირ მტერთან უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა აქ თავს ვანოსნაირი ადამიანისთვის პირდაპირ მოთხოვნა იქნებოდა მკაცრი მოთხოვნა რომ აუცილებლად გადმოგვეცით. ვანოს ჩამოსვლა და ასე ვთქვათ, ცოტა ჟარგონს გამოვიყენებ, დამეშოკება და საზღვრისკენ გაქანება იქნებოდა გარდაუვალი. შვილიშვილები ენატრებოდა, ესე დაიბადნენ მაგის შვილიშვილები რომ ნანახიარდა. ოჯახი ენატრებოდა, რომ ჩემი შვილიშვილებიო ჩემს გარეშე იზრდებიან. ნუ არაერთხელ აქ რაც აუბრებში ნათქვამი და ტელევიზიურ ეთერებითაც უთქვია ну, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოში რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცით რა. სამწუხარო რეალობაა, რომ რაც საქართველოში ხდება და ყოველგვარ წითელ ხაზს ხდება, არ შეიძლება მით უმეტეს მიუღებელია და ამაზე ბრაზდებოდა ხოლმე, რომ ქალებს მჭვრის თავისწაულოს ქალების ცემა ვინდა სწავლობთ. ამაზე ყოველთვის რეაქცია ჰქონდა, ძალიან ენატრებოდა სამშობლო, ძალიან ენატრებოდა მშობელი დედა ოჯახი ენატრებოდა, მაგრამ რა არ ქონდა იმის უფლება არ ქონდა რა ერთ სიტყვით შემოსულიყო რა. გავმეორდები ეს მისი აქ ჩამოუსვლელობა და ოჯახის მონახულების საშუალება რო არ ქონდა, ეს იყო ყველაფერი დამსახურებული ჩვენი დღევანდელი მთავრობის. დასასრულებლად სადა ვარ? აქეთ საერთოდ გავაკეთეთ კიდევ. შინოკინო საქართველოს 21/10/2016 2015 წელს რო დაიწყო უკრაინაში ომი, სწრაფად გადაწყვიტა ეს უკვე მისი მონაყოლი ვიცი და ბიჭების მონაყოლი ვიცი ჩვენი უკრაინელი ძმების რომლებთანაც მე ვწმაკაცობ, ჩავიდა ერთ-ერთ ბრიგადაში და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ეს არის უკრაინული შენაერთი ბრიგადა არის, უკვე დიდი ბრიგადა არის დღევანდელ დღეს. ყოფილი დონბასელია, დონბასის ბატალიონზე მაქვს ამ წუთში საუბარი. ეს პირველ ნაბიჯებს გეუბნებით. იქ გაცნობილი ბიჭები დღემდე როცა მაკაცობენ ეს მის ტოლებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში დღემდე მის ხელში გამოზრდილი ახალგაზრდა უკრაინელები ძალიან ბევრს ვიცნობ, რომლებიც უყურებდნენ მას როგორც უფროს მეგობარს, როგორც პროფესიონალს, როგორც შობელს ხშირ შემთხვევაში, როგორც ძიას, როგორც პაპას. ჩათვალა საჭირო, რომ ქართულ საქმეს უფრო გააკეთებდა იქ უკრაინაში. უკრაინის მიწაზე მას, როგორც ჩვენ ყველას, ვინც იქ ვიმყოფებით, მოგვეცა საშუალება, რომ რეალურად შევასუსტოთ, დავაზიანოთ და დავამარცხოთ ჩვენი საერთო მტერი. უკრაინის სახალხო გმირი იყო ოფიციალურად ეს წოდება მაშინ მიიღეს ბრძანებით მამუკა მამულაშვილმა, ლეგიონის მეთაურმა და ვანო ნადირაძემ მეორე. კონკრეტულად მაგ პერიოდში. ვანოს მე ვიცნობ ძალიან კარგად, ჩვენზე უკეთესად არ იცნობს საქმე. ნერვიულობდა, ბევრ სიგარეტს ეწეოდა და ბევრჯერ შევამჩნია, რომ ცრემლები ჰქონდა, როცა გაიგებდა ვინმე მოკვდა თუ არა.
ნიშნობა რა აქვს მასთან იყო ის ქართველი თუ სად იყო ამისთვის იყო ძალიან თქმე ესე კიოდა კულში და აი ეთქობოდა თვალებში ხოლმე რომ მოზიოდა როდესაც მოგვიწია ბრძოლა ირპენში ეს ყველაზე მაგრად რა ვიცი ალბათ როგორც სპორტსმენს აირჩევენ ერთ სპორტსმენს და ბოლომდე რომ მიყვებიან მაგ სპორტსმენს ხო იცი მასე ამირჩია მე გიორგი ფარცვალიას ადამიანმა რომელიც ომიდან როგორც კი დაიწყო ომი ჩამოვიდა და ძალიან მაგარ ბრძოლაში გამოიარა ჩემთან ერთად ძალიან მაგარ ოპერაციებში ჩემთან ერთად გამოიარა თავისი კაცობით თავისი მეობით თავისი ერთგულებით აი დიდი სული და გულით რო გადავცემ ამ მედალს თავის პირველ რიგში აღნიშნავ იმას კიდევ რომ უკრაინაში აი მოწყო ქვეყანაში ამ ადამიანმა კი არ შეგვარცხნა გვასახელა ძალიან ბევრი გვასახელა ასე რომ ჩვენ გიორგის ფარცვალიას აი მედალს გადავცემ აგენაცვალ უღრმესი მადლობა შემოგეოლე გიოთო ყველაზე მაგრად ნერვულდა ჩემზე ყველა დავალებაზე სად შევდიოდი ჩემ ჯგუფთან ერთად ვანო მიკეთებდა ანუ ნახაზებს როგორ უნდა შესულიყავი როგორ არა სად შეიძლება საფრთხე ყოფილიყო სად შეიძლება გავსულიყავი ჩემ ჯგუფთან ერთად და ბევრჯერ გადამარჩინა ვანო მე და ჩემი ჯგუფიც კიდე ბოლო იმაში რომ შევედით პირველები რომ შევედით რუსეთის ტერიტორიაზე ანუ რომ ავიღეთ ერთი სოფელი ჩვენი წინ ვინც იდგა ჩვენი ბატალიონიდან ისინი უკან დაიხიეს და ჩავწით ჩვენ მარტო 4 კაცი და არც სიხშირე იყო არც არაფერი კავშირს და იმ სახლში იჭერდა Wi-Fi იყო რა და ანუ მეთქი ასე საქმე მეთქი და კავშირი არ არის რამე არ ისო და თუ როზე იქიდან გააციეთ თქვენდე მოდისო შტურმი მოდისო ანუ ხო იცოდა ყველაფერი იქიდან და როზე წადით იქიდანო და ჩვენ კიდე ანუ მაგათ ეგონათ რომ ჩვენ ტრასი წავიდოდით ჩვენ წავედით უკან იყო პანასავით ხოდა ჩერებს იქიდან ტყეთ ისე გავედით 4 კაცი აი პივი დრონები და იმინოს საშინელება იყო აი ვანორ მარკოპილიყო და ის ვინმე სხვა რომ ყოფილიყო ალბათ 4 კაცი ჩარჩებოდით იქა და დღეს არ ვიცი ბევრჯერ გადამარჩინა ვანო კიევში თუ ვიღაცა მოდიოდა და უკრაინაში რა ვიცი თუ უკავშირდებოდა ერთ-ერთი ვანოც იყო რა ვისაც ასე საკითხებოდნენ რომ ჩამოვიდე ბოლოს უკვე რაღაცა არა რა მოდით რა არ ჩამოვიდეთ რა ძნელიაო მერეო ვიღაცის საკაცის გაგზავნა აკეთებდა აქედანო რა საქართველოში და იყავით რა პროფესიონალი იყო თავის საქმის ცოდნე იყო რა აი ესე დაუგეგმავად არ შეიყვანდა ჯგუფს რომ საიდანაც შეიძლებოდა რომ ვერ გამოსულიყო ან ცოცხალი ან ყველა ჯვარის წერია დაღუპულიყო და მებრძოლი ვერ გამოეტანათ რისკი ყოველთვის იყო იმის რომ რაღაც ომია და რაღაცა ყოველთვის შეიძლება მოხდეს და მოვიდეს მებრძოლს ისე რომ დაუგეგმავად საქმე შეიყვანა პირადი შემადგენლობა არ მახსენდება და არც ყოფილა ეგეთ შემთხვევაში პროფესიონალი იყო თავის საქმის მწოდნე იყო რუსკი კარაბლი დინა კომუნიკაბელური იყო ძალიან მეგობრული იყო და პირველი რაც იყო დისციპლინირებული რა დისციპლინირებული უყვარდა რა დისციპლინა უყვარდა ყველაფერში ყველა საქმეში თუნდაც კაცები იყო და გეგმარება იყო რაღაცა მოსმენა უნდა მოგესმინა რა რაღაცა თუ ვიღაცა ხმაურობდა მე კი გაუბრაზდებოდა ხოლმე ხუთში ავიწყდებოდა ეს გაბრაზება წავეხა ყავდაულიო თუ მე იცახდა როცა გავხდი ავად სამწოში რომ დავწეკი და ვანო მითხა შენ ხო არ შედიხარ გიო რაცა გული მიგზნობს რომ გაიქცევიო შენ ახლა და შეხვა შენ ჯგუფთან ერთად და არა ვანო მეთქი აგერ კამერი დავანახრო სამწოში ვარ მეთქი და გავიქეცი ნამდვილად დილით 6 საათი იყო რომ ეგრევე სამწო და ჩავიცი ყველაფერი და წინასწარ ჩავწერე ვიდეოი ბანდ დია ვიცი მეთქი რომ გამიბრაზდები მეთქი ამ ვიდეოს იმასე მეთქი და ჩაუგდე. ზიას გონია რომ სამწუხაროში ვარ. დავალახე რომ. გადას მაგავიკეთე და მეორე დილას დაახლოებით 7 საათზე მოვწყდი იმის მერე დავწანწალო. და ასე მომწერა WhatsApp-ზე. მაწანწალა ხარ გიორგი ფარცვანია და გაბრაზებული სმაილები.
როდესაც წრებოდი სამანტყოფოში ახლა ბოლოს რომ დავწეკი კიდო მომივიდა ძალიან ბევრი ტრამვები ძიამ უკვე დამშვიდა რომ უკვე გამაფორმეს იქ სამანტყოფოში ყველაფერი მაგრამ არის ძიამ კიდეც გავიქეცი და გავაკეთე მისია კიდე ერთი ჩემი თავთან ერთად პირველ რიგში მინდა სამძიმარი უთხრა იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყვნენ და გამაგრება მინდა უსურვო როლან მელიას. როლან მელია ქართველი უკრაინელი ქართველი რომელიც იყო ჩვენი მეთაური იმ დანაყოფში სადაც ვანო იყო შტაბის ხელმძღვანელი ყველაზე მძიმედ უკრაინელებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში როლანდს გაუჭირდება ზუსტად ვიცი ასევე ჩვენი უკრაინელი ძმა სახმისი ჩუდო არის ჩვენი უკრაინელი ოქროს ბიჭი ჩვენზე პატარა კრიმ არ მინდა ვინმე გამორჩეთ კიდე რამოდენიმე ადამიანი რომელთანაც ვანო ძალიან ახლოს იყო ამ წლების განმავლობაში სულ მუდმივად ერთად რო იყვნენ და ბევრი ბრძოლა აქვთ ერთად გამოვლილი ბევრი მტერი ყავთ განადგურებული ერთად ამიტომ როგორც საქართველოს დააკლდა ვანო ნადირაძე როგორც პიროვნება როგორც მოქალაქე როგორც პროფესიონალი როგორც პატრიოტი მებრძოლი ასევე მე ზუსტად ვიცი რომ უკრაინას დააკლდა ვანო ნადირაძე ცუდია ის რომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ იმიტომ რომ ჩვენთან პრორუსული თავრობაა და შეიძლება დამიჭირონ და გადაცენ რუსებს ჩემი თავი თორე ძალიან წდება გული რომ იქ ვერ ჩავდივარ დასაფლავებაზე ვანოს რომ ტკიოდეს ვანოს რამე რომ ტკივან არ იტყვის ისეთი პიროვნება იყო ეთქობა უკვე მივხვდა რომ ცუდად იყო მაშინ იყო რომ მიწერა პიჭერსო ბიშველეთო უკვე ეთქობოდა თორე აი ესეთი პიროვნება იყო რომ არ იტყოდა არც ეკი სამართლოში დაწვევოდა არც არაფერი დღეს ჩვენ გვაქვს ის ვითარება რომ გაგვაჩნია დასკვნა, კი, პირველადი დასკვნა არის, ოღონდ ის იმ პირველად დასკვნაში კარგად ჩანს რომ ეს იყო გულის შეტევა. ვანო იყო სტენდირებული სტენდი კონდა ჩადგმული მის მერე 2015 წლიდან ცხოვრების რეჟიმი არასწორი კვება, არასწორი ძილი, ბევრი ფაქტორები რაც ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანსაც ავნებს და შეიძლება ავადმყოფი გახადოს და ხო, სანერვიულო გვაქვს აუცილებლად, იმიტომ რომ იქ რომ იმყოფებით ყველა ქართველი და არაქართველი ვინც იქ იმყოფება და მით უმეტეს მებრძოლი და მუდმივად მზადყოფნაში რო ხარ, ეს არის დაძაბულობა, ეს არის არასწორი ცხოვრების წესი და ომმა რაც იცის. იქნება დარწმუნებული ვარ დეტალური დასკვნაც, ოღონდ კიდევ ერთხელ დღეს ამ ვითარებაში ვარ, კი, ვანო ნადირაძე დაიღუპა გულის შეტევით. განწყობა გვაქვს საბრძოლოს 3 წლის მერეც დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ. წინწყვას გვაქვს შედეგი რუსეთს არ აქვს, ვერც ექნებათ, ვერც წლის განმავლობაში თუ არაფერი თქვა 40 კილომეტრზე მეტი ვერ წაიწია საგრომე შედეგზეა საუბარი და რომელ უკრაინის დაპყრობაზეა საუბარი. სანა არ დავამართებთ რუსებსო მანამდე სოფლიოში არ იქნა სიმშვიდეო და მაგითო მიგირძიეთ როცა დასრულდება ომიო აი მისი სურვილი ესეთი იყო და ოცნება იყო რომ აი ომი რომ დასრულდებაო ჩემთვისო ვიყიდიო პატარა სავსო ავაშენებო შემოღობაო და აი ძალიან მაგრამ მიყვარსო ყვავილებიო და ყვავილებს გარგავო და მივხვდაო ყვავილებს და აი ძალიან მაგრამ მიყვარდაო ყვავილებიო ჩემი ოცნება ეს არისო აი ძალიან უნდა უკვე ეს ბევრი ოცნება ქონდა მანს ესე მეუბნებოდა რომჩიკ შენ სახში გაგრაში აუცილებლად თილით რო ავდგებით შენ მომიდუღებ ყავას ამისი სჯეროდა და იყო დარწმუნებული ვანო საქმე გაგრძელდება ყავს ვანოს ისეთ სამეგობრო რომელიც ვანოს დაწყებულ საქმეს რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე და აკეთებდა ამ საქმეს უკრაინის ტერიტორიაზე აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე გაგრაში აუცილებლად რო ჩავალ ჩემ სახში ლესენდეში
პირველი ყავის მოძღება ჩემი იქნება ერთი ჩიქა იქნება მონასტრი აუცილებლად იქნება მონასტრი ჩემი უმაგრესი ძმა ჩემი გმირი ძმა ჩემი პატრიოტი ძმა ჩემი მაგალითი ყველა მომავალი თაობებისთვის ვანო ნადირაძის სახელი აუცილებლად იქნება ისტორიის წიგნებში, სახელმძღვანელოებში და ვანოსნაირი პატრიოტი ადამიანების მაგალითზე გაიზრდებიან ჩვენი მომავალი თაობები. ამაში დარწმუნებული ვარ. ვიბრძვით იმიტომ, რომ საქართველოში არ იყოს ომი. აქ თუ გადატეხა ოკუპანტმა რუსეთმა სიტუაცია, შემდეგი საქართველოა. ჯერა რუსეთი დამარცხდება და უკრაინას გაემარჯვებს და საქართველოს გაემარჯვებს და თელი სოფლიო. მე მჯერა მესა. როგორც მანოს ჯეროდა, ისე მჯერა მეს და სულ ყველა მებრძოლებს ვინც ავადა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავამარცხებთ მტერს და სლავა უკრაინე, სლავა გრუზი დიდება გმირებს. სიკვდილი მტერს შინ და გარეთ. ჩვენთვის თავარი ის არის, რომ სამშობლო აი აქ, აი აქ გულში გულის სამშობლო. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან სამშობლო გულის გულში. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს.